მოგესალმებით, თქვენი საყვარელი მომენტით იწყება ეს ვლოგი, ჩემი გახმოვანებით. ექიმის შემდეგ, როგორც ბოლო ვლოგში ნახეთ, ვიყავი ექიმთან და ექიმის შემდეგ იმ დღეს 25 ივნისს გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით სათევზაოდ. კარგი ამინდი იყო, არაჩვეულებრივი სიგრილე იყო ნამდვილად. აქ ბედნიერი ვარ, არაფერი არ მკბენს ჯერ. სოსოც ანკესი როცა უჭირავს, ყოველთვის ბედნიერია. ეს არის მისი საუკეთესო მდგომარეობა, საუკეთესო განტვირთვის საშუალება. თუ გინდა რომ სოსო მის სიამოვნოს გაერთოს, ყველანაირი სიამოვნება მიიღოს და კომფორტი, უნდა გაუშვა სათევზაოდ. ამით არასდროს არ დაიღლება. თუნდაც ერთი თევზიც ვერ დაიჭიროს და როცა იჭერს, იმასაც უშვებს. ესეთი ერთ-ერთი ადგილია, სადაც დავდივართ ხოლმე სათევზაოდ, ამის გარდა ძალიან ბევრი ადგილია კიდე, სადაც დავდივართ ხოლმე. ეს არის კონკრეტულად ემოსის სანაპირო, ლილე აქ სოსოს მაკაცმა მოართვა ლოლიპოპი და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობები და თვითონაც კაი ამბავშია. ესეთი ლამაზი ცა იყო გარშემო, ძალიან ბევრი ხალხი არის ხოლმე აქ ყოველთვის. და მოულოდნელად დაიწყო წერებმა კბენა, კოღოებმა, ქინქლებმა, ყველა უბედურება იქ აღმოჩნდა და სასწრაფოდ დავიშალეთ. ანუ ეხლა ვიძახდი, მოუყვე თუ არ მოუყვე მეთქი ვლოგში რა, სათქმელად ღირს თუ არ ღირს თქო და მე მგონი რომ ღირს, იმიტომ რომ არაერთი ქართველი მიყურებთ ამერიკიდან და მე მგონი რომ უნდა გითხრათ. ესე იგი რა ხდება? სასაცილო ცუდაც არა მაქვს ჯერ საქმე, ხვალდილით გავიგებ რა ხდება, მაგრამ დღეს რა მოხდა იმას გეტყვით. ესე იგი მე მობაილ ბანკით ვიხდი ხოლმე კომუნალურებს და ასევე ტელეფონში მაქვს ჩვეულებრივად დენის აპლიკაცია, გაზის აპლიკაცია. დენსაც ვიხდი, გაზსაც ვიხდი და აი ძალიან რენდომად დღეს უბრალოდ შევიხედე ამ საღამოს გაზის აპლიკაციაში, მე რამდენი მომივიდა, იმიტომ რომ წინა კვირაში, წინა თვეში გადავიხადე $26, იმის წინაზე 42 თუ რაღაცა და მეთქი წელს რამდენი წელს რაღა იყო, ამ თვეში რამდენი მიწევს თქო რა ივლისში. შევედი და არც მეტი არც ნაკლები წერია $422 და რაღაცა ცენტები. სკრინი ამოვარდება. ანუ ადამიანი როცა იაზრებ, რომ ყოველ თვე პატიოსნად იხდი კომუნალურებს. რა თქმა უნდა ეს ბანკშიც ასახულია, იმიტომ რომ ბანკით ვიხდი, მობაილ ბანკით ვიხდი. არანაირი ქეში და აპარატი გარეთ არა. ბანკით ვიხდი, ურიცხავ, თანხას ვრიცხავ და ეს რა თქმა უნდა ჩანს ბანკში. ისტორიაშიც, გადახდების ისტორიაში ჩანს, მაგრამ ისმის კითხვა ხო, რა ჯანდაბიდან და საიდან ჯანდაბიდან მოვიდა? თან მეუბნება, რომ მაისიდანო ივნისისო, ანუ მაისიდან 18 ივნისის ჩათვლითო დამწვარია ამდენი გაზი. ადამიანი, რომელიც საჭმელს ვაკეთებ მხოლოდ გაზზე და ვანაობთ. აი სულ რო შუაზე გავიხეთ, ეხლა ზაფხულში, ზამთარში ვიხდიდი კი დიდ კუშებს 120, 120, 100 ბოდიშით სიტყვა კუშებისთვის დიდ თანხებს მაპატიეთ. ხო და კი ბატონო, მაშინ არ დავსულვარ $400 მაშინ არ დავსულვარ ზამთარში, როცა მე მდგმურებიც მყავდა და 5 ზრდასრული ადამიანი უბანაობდით სახლში და ყველა თავისთვის საჭმელს იკეთებდა და გაზი და ცხელი წყალი. ეხლა რა მოხდა მაისიდან ივნისის ჩათვლიდან შოქში ვარ. თან ამ პერიოდში ხო? როცა ფინანსები, ანუ ისეთი კონტროლის ქვეშ გვაქვს, რომ ანუ ყველა ცენტი გათვლილი გვაქვს, სად რა როდის, იმიტომ რომ ბავშვი დაიბადება სადღაც ერთ თვეში ღვთისწყალობით და ანუ აი ადვოკატი და ყველაფერი იმდენად ერთად გვაწვება, რომ ანუ ვცდილობთ, რომ ყველაფერი ისე გავთვალოთ, რომ ყველგან ეყოს და უცებ მოდის, რომ აი შენო 17 ივლისამდე გადასახდელი გაქვს $422. დავრეკე იმაში, რა თქმა უნდა, დავრეკე. ვეკითხები, რომ ანუ საიდან მეთქი, მან ხო ჩანს, რომ მე ყოველთვე პატიოსნად ვიხდი. კი ჩანს. ეხლაო დაკეტილები არიანო ის ვინც სოჩიკის ამონაწერებს bis მიხედვით ითვლის. ის დეგენერატი ვიღაცა რას ითვლის ვერ გავიგე. დაკეტილი არისო, მაგათი ოფისიო ეხაო და გთხოვთო რომ ხვალ დარეკოთო
დილისვრიდან საღამოს 7-მდე და ღიები იქნებიან და ისინი უფრო დეტალურად გიპასუხებენ. აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ კი ყოველდღე გიფიქსირდებათ გადასახადი, ანუ ეს იმიტომ რომ დავალიანება ფიზიკურად ვერ იქნება, იმიტომ რომ შარშარას გადავეკიდე წინა თვეში პლუსშიც ვიყავი, არამც თუ მინუსში. და ეხლა დავალიანება კი არ არის, ანუ მინუსი კი არ არის, უბრალოდ ამდენი გაქო რა, დახარჯულიო რა. ეხლა ერთი სული მაქვს, როდის გათენდება. რომ დილით ვე დავრეკო და გამარკვიონ დეტალურად რა ჯანდაბაშია საქმე და რატომ მივიდა ამხელა გადასახადი. ეს ჩემი შეცდომა არ არის, მე ყოველთვე იქ ჩანს რომ ვიხდიდი, ამათ რამე თოლაში თუ გამოეპარათ ამ წელიწად ნახევრის მანძილზე სანამ მე აქვს ცხოვრობ, ეს ხო ჩემი შეცდომა არ არის, ანუ რაც მესახებოდა ბანკში, რაც მესახებოდა აპლიკაციაში, იმას ვიხდიდი, ხო? მე რა დავაშავე რომ იმას ვიღაცას რაღაცა შეიძლება გამოეპარა თოლაში, რაღაცა ვერ დაითვალა, რაღაცა ვერ მოითვალა. ეს ხო ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. ეს არის ჩემი ვარაუდი, ახლა მე არ ვიცი ვინმეს რა შეეშალა თუ ტექნიკური ხარვეზია და იქ ერთი ციფრიზედ მეტი წერია, არ ვიცი, ხვალ გავიგებ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ არ შემტენიან $422, იმიტომ რომ ეხლა ძალიან ცუდი დროა მაგისთვის. ანუ ძალიან ცუდი დროა. ვარ გაბრაზებული, ვარ გაკვირვებული და ვარ შოქში, რა ვიცი, არ ვიცი, რავი რა. საიდან მოვიდა ეს 3 ციფრი, მართლა არ ვიცი. ასე რომ გათენდეს და შემოგიერთდებით, როგორც კი დავრეკავ, რასაც მეტყვიან, იმას გეტყვით თქვენც და დიდი იმედი მაქვს, რომ სასიკეთოთ და საჩვენოთ დამთავრდება ამ ამბის ბოლო იქნება კეთილი. დიდი იმედი მაქვს. ძილინებისად. ხვალამდე. გათენდა ჩემო ძვირფასებო, როგორც ხედავთ ახალი დღე. თმები მაქვს საშინლად. თავის ცხოვრები ცხოვრობენ ჩემი თმები. მაგრამ ეხლა ამის დაბანის დრო არა მაქვს, ხო რაღაცებს ვაკეთებ სახლში საქმეს. მაგრამ მანამდე გეტყვით გუშინდელი ჩემი გაზის ამბავი. ჯერ კიდე არ გარკვეულა, დღეს კი დავრეკე და მკითხე, ისევ იგივე მიპასუხეს, რომ ანუ ვერ არის მოთვლილი კარგადო და მთელი ეს წელიწად ნახევარი რაც აქ ცხოვრობდი, წესიერად არ ითვლიდნენ და სავარაუდო თანხებს მიგზავნიდნენ ქვითრით, სადაც ჩემი შეცდომა საერთოდ არ არის, მე არ ვარ ვალდებული ამათი შეცდომის გამო ამხელა დაგროვებული ერთიანი თანხა გადავიხადო, ანუ ეს რო ჩემი შეცდომა იყოს, რო არ გადამეხადა კიდე ხო და მათი შეცდომის გამო ისინი რომ ვიღაცა დეგენერატი ვერ ითვლიდა კარგად რამდენს წერდა, ხო? მთელი წელიწად ნახევრის მანძილზე. მე რა დავაშავე საამისოდ. ეს ერთი. ან მეორე ის რომ სოჩიკმა ცოტა აურია და ამისთვის 3 ივლისს მოვა ადამიანი, ვინც ამ სოჩიკს შეამოწმებს და დააზუსტებს რა ხდება. იქ არის რამე არეულობა თუ მართლა არ ითვლიდნენ. არ დათვლის შემთხვევაში თუ ეს მათ არ დაითვალეს კარგად, სავარაუდოდ რომ მაგათ წინააღმდეგ წავიდე, მაშინ უნდა ვუჩივლო და ცალკე პროცესები წავა. არ ვიცი რას გავაკეთებ. ჯერ იმედს ვიტოვებ, რომ სოჩიკის ბრალია და აურია. იმედს ვიტოვებ. და თუ მათი შეცდომაა, ხო, ყველანაირად ვეცდები, რომ მე ეს თანხა არ გადავიხადო. ბოლომდე ვეცდები, სანამ ეს ნერვები მეყოფა. თუ არა და არ ვიცი, რაღაცა ისეთი შეთანხმება უნდა დაიდოს, რომ მეწმაყოფილი ვიყო და ისინიც. ეს საბოლოო პასუხი ამ ბლოგში, რა თქმა უნდა, ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ 3 ივლისს გაირკვევა რა ხდება და რა შეა საქმე. მე ეს ბლოგი უნდა დავდო, დღეს არის 27-ში უნდა დავდო თქვენი დროით. ასე რომ ამის შემდეგ ვლოგში უკვე წესით უკვე გვეცოდინება რა ჯანდაბა მოხდა. დღეს ესე იგი მანამდე ხა სანამ თქვენს გარეშე დავრეცხე ჭურჭელი, ყვავილები გადავყარე, ვაზები გავრეცხე და სარეცხიც დავრეცხე. ეხლა მინდა რომ უჯრა დავალაგო, სადაც ჩანგლები, კოვზები და ესენი ნივთები ალაგია, კაი ხანია ეს უჯრა არ დამილაგები, არ დამირეცხია. ასე რომ მაგ საქმეს მივხედავთ ერთად. ჩანგლებს, კოვზებს, დანებს ყველაფერს თავიდან გავრეცხავთ და ჩავალაგებთ, გავაკუხტავებთ. ამას თქვენთან ერთად გავაკეთებ. ასე რომ ვინმეს რამე სახში საქმე თუ გაქვთ, მე გავახმოვანებ თან საქმეს გავაკეთებ, ხო?
მე მონტაჟის დროს ასე რომ მოიფიქრეთ აბა და გააკეთეთ ჩემთან ერთად საქმე თქვენც უფრო მხიარულად გააკეთებთ. აი ესეც ასე დავიწყოთ. ხო ხედავთ როგორი არეულობაა შიგნით. საკმაოდ დიდი ხანია როგორც გითხარით ეს უჯრა არ დამილაგებია. შეიძლება ითქვას რაც ორსულად ვარ, არა ორსულობის მანძილზე მე მგონი ერთხელ გავრეცხებ. ესე კარგად გენერალურად ეს უჯრა. მაგრამ მე ჯერ არა. ასე ამოვცალეთ. რამდენჯერ ეცხავთ თქვენ ესე გენერალურად დამიწერეთ კომენტარებში. რამდენჯერ ეცხავთ ესე დანაჩანგალის უჯრას. ესე ძალიან განერვიულებული ვარ ახლაც ბავშვებო. ძალიან გაურკვევლობაში ვარ. რა როგორ იქნება არ ვიცი. რა სიტყვის ის ადამიანი რომ მოვა ამ სოჩიქსი არ ვიცი. დიდი იმედი მაქვს რომ არ მექნება ამ ხელა თანხა გადასახდელი. თუ მაინც და მაინც მექნება და აუცილებლად უნდა გადავანაწილებინო ეს თანხა, რაც შეიძლება მინიმალურ თანხაში, ანუ ყოველ თვე გადავიხადო, ოღონდ ძალიან მინიმალურად რა და ნელა-ნელა დავფარო, იმიტომ რომ ნამდვილად არ მაქვს ახლა იმის საშუალება, რომ ამ ხელა თანხა ერთიანად მივცე, ანუ ფიზიკურად არ მაქვს სახლში, თორე განა მაქვს და არა, არ მაქვს ფიზიკურად, იმდენად რასაც შოულობს სოსო, გულწრფელი რო ვიყო თქვენთან, წამშიქრება ყველაფერი. ჩვენ არ შეგვიძლია ჯერჯერობით რომ რაღაცა დანაზოგი ვიქონიოთ სახლში, იმიტომ რომ არ გამოდის ფიზიკურად, აი წარმოიდგინეთ $5,000 ყოველ თვე მაინც შოულობს, ხო? 5,500, 5,000, მაინც ეს არის სტაბილური შემოსავალი სოსოსი და აი წარმოიდგინეთ ამას გამოაკელით სახლის $2,250, მანქანის $1,300 თვეში, პლუს $600 თვის განმავლობაში ბენზინი, კვება, ადვოკატი, кейსი, ანუ კიდე მიყვარს ხოლმე რანაირად იწელება განასადამდე, ხო? განაროდემდე, განასადამდე და განარამდენი. ესე პოზიტიურად შევხედოთ ჩვენს გაჭირვებას, ხო და იმედი მაქვს რომ რამე გამოსავალს ვნახავთ და დიდი იმედი მაქვს რომ სოჩიკი გამოვიდა წყობიდან, იმიტომ რომ სხვა მიზეს ვერ ვხედავ, სხვანაირად ანუ ლოგიკაში ვერ ვჯდები. ვერ ვხვდები. აქ ისი არ არის რომ სიტყვაზე ვიღაცამ რაღაცა ჩემი სოჩიკზე დაჯდა, აი როგორც ჩვენ ბავშვობაში იყო, ხო? არა, ყველა სოჩიკი არის ცალკე და თან დალუქულია. ანუ მარტო მე პატრონეს შეუძლია რომ იმ სოჩიკებთან კონდეს წვდომა. ასე რომ არ ვიცი რა, არ ვიცი როგორ დასრულდება ესე ამბავი. ამას ყველაფერს შემდეგ ვლოგში გაიგებთ თქვენ. დიდი იმედი მაქვს რომ სასიკეთოდ დამთავრდება. ამ დანაჩანგლის ნერვები როგორ დამრჩა არ ვიცი მაგ დღეს, მაგრამ უნდა გამეკეთებინა აუცილებლად. უნდა გამაიყვანო, უნდა მოინდომო, უნდა გამაიყვანო. რა სიზავ ლიკას შესმაგივრად ამ ყველაფერს სხვა ვერავინ ვერ გააკეთებს. ასე რომ ესე გავაწკრიალეთ ეს უჯრა, დანაჩანგლის უჯრა და დაველოდებით რომ გაშრეს ახლა და ჩავალოგოთ უკან. ესეც ესე. გავრეცხეთ, სანამ მაგას გავრეცხავდი მე ლაივში შესვლაც მოვასწარი, საათნახევარი. ახლა ეგ გავრეცხეთ, დაშრეს ცოტა და ჩავალოგოთ ერთად, მე უჯრაში გაწკრიალებული. დავიწყოთ ესე ჩალაგება. გემრიელად და კოხტად. ამ დროს ვარ ხოლმე ძალიან კმაყოფილი. ასეთ რაღაცებს რო ვაკეთებ ხოლმე, ჩემი სული ისვენებს ხოლმე მართლა. არ ვიცი თქვენთვის როგორ მოქმედებს დალაგება, თან ესეთი მიმალული ადგილების დალაგება. უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებს ესეთი მიმალული ადგილების დალაგება, მაგალითად მაცივარი რო ხშირად არ ჩანს ხო სიტყვაზე. ესეთი უჯრები ხშირად არ ჩანს, კარადებში უწესრიგობა ხშირად არ ჩანს. აი ესეთი დამალული ადგილების დალაგება უფრო მეტ სულიერ სიამოვნებას მანიჭებს ხოლმე. ძილნებისა. დიდი ხანია არ გადაგვიღია ესეთი ნაყიდობის ვიდეო რა. და ბარემ ამ ბლოგში ჩავსვალ. ამჯერად იყო სოსო შესული რუსულ მაღაზიაში.
ნეტკოსში, ბრუკლინში ვინც ხართ დაწნებული ვართ ბევრი ქართველი სარგებლობთა მაღაზიით და მინდა განახოთ რა მოვიდა $73. $73 და 25 ცენტად. პირველ რიგში მინდა რომ ამებს რო განახებ თითოეული ფასი ამოვარდეს ეკრანზე, ამიტომ დამონტაჟების დროს მივხედავ მაგ საქმეს რა ღირდა, ხო? ეხლა ვარ ვეძებო ამ ჩეკზე. იყიდა ესეთი კრუასანი, შიგნით არის თეთრი და შავი შოკოლადი. შიგნით არის 8 ცალია. ესეთი. შემდეგ ესეთი ქადები. საკმაოდ ბევრია შეგეთ, მაგრამ რამდენი არ ვიცი. ასეთი ქადები მოკლედ უგემრიელესია. დილით ყავაზე. ვერმიშელი, ლილეს საყვარელი ვერმიშელი და ხვალ გუფთა მინდა გავაკეთო გუფთის სუპი და იმასაც ძალიან უხდება მოხალული ვერმიშელი. მარილი. ყველი. არაჟანი. ასეთ შეფუთვაში. უგემრიელესია ეს არაჟანი. აქ ვინც ხართ. შემდეგ კიტრი. 3 ცალი პური. მარწყვი რა თქმა უნდა. მოცვი. მალინა. პომიდორი. $680 გრამია ამაში. ერთი პური კიდევ და ძეხვი. $73 სხვა ნებისმიერ მაღაზიაში, ნებისმიერში არა, აი მაგალითად ალდიში და ლიდლში ხო უფრო ცოტა მეტი პროდუქტი მოგივიდოდა. თუ არა? კი, ბევრად მეტი პროდუქტი მოუვიდოდა. ეხლა ძალიან სასწაული რაღაც არა, მაგრამ საგრძნობლად მეტი პროდუქტი მოუვიდოდა სხვა ასეთ მაღაზიაში, არა რუსულში. ესე რომ მთელი თვის განმავლობაში თავი გაიტანო რუსული მაღაზიით, ძალიან ძვირი დაждდება. ძალიან ძვირი დაждდება მთელი თვე რომ რუსულ ნეტკოსში იყიდო პროდუქტი რა. ეს მინდოდა მე თქვა თქვენთვის და დამიწერეთ კომენტარებში, ვინც ხართ ქართველები, რამდენად ხშირად სარგებლობთ ნეტკოსტით და დანარჩენებმა კიდე თქვით, რომ ალბათ დამეთახოვით, რომ $73 ამ პროდუქტისთვის ძალიან ძვირია. მაგრამ ხანდახან გვიწევს. Aquí lo tenemos, un pequeño cartón de 5 pies, pero nosotros estamos tras de uno de ellos. და ჩვენ დღეს უნდა გამოვიწეროთ აკვარიუმისთვის ახალი ფილტრი, იმიტომ რომ ეს ფილტრი ვინც გვაჩუქა აკვარიუმი იმა მოაყოლა თან ხო და აღარ ვარგა არ წმინდავს კარგად რა არ ფილტრავს აკვარიუმს კარგად ამიტომ ახალი უნდა ვიყიდოთ იმიტომ რომ ყოველ 2 დღეში გასარეცხია რა მაგ ფილტრის გამო და ის ფილტრი კარგად ინარჩუნებს ის უთავეს აკვარიუმში და ესე რომ ეხა ყოველ 2 დღეში ამის სარეცხად მე ვერ გავრეცხავ მარტო იმიტომ რომ ძიმია და ამოცლა წყლის ის მოკლედ ჭირდება სოსო, მაგრამ სოსოს ახლა საამისოდ ყოველ 2 დღეში არ ცალია. ასე რომ უნდა ვიყიდო ახალი ფილტრი და უნდა ვიყიდო ჩემი მიკროფონისთვის. ეს ხო იცით თქვენთან, მე მგონი ადრე მიჩვენებია ეს.
ესეთი მიკროფონი მაქვს სპეციალურად ლაივებისთვის ნაყიდი, რომ კარგი ხმა ისმოდეს, ხო და ამას რო ვიყიდე, არ ვიცოდი მაშინ და ჭირდება სპეციალური გადამყვანი iPhone-ზე. მოყვა თვითონ გადამყვანი, მაგრამ თურმე სხვანაირი ჭირდება. ეს ეხსნება, ესეთია. ხო და ახალია, ანუ ერთხელაც არ გამომიყენებია ლაივში და გადამყვანი უნდა ვიყიდო. გუშინ რო შევედი, მეუბნებოდა, რომ დღეს თუ იყიდითო, ხვალა 27-ში მოგიტანინო და ნახოთ ახლა დღეს რას დააწერს. ეს არის ჩემი წარბების ფიქსატორი, რომელსაც ხშირად ვიყენებ ბოლო დროს. ძალიან კომფორტულია. დღეს მინდა რომ გუფთის სუპი გავაკეთო, მე კი არ მინდა. სოსო მთხოვა გუშინ რომ გეხვეწები გააკეთეო გუფთის სუპი. ხო და უნდა გავაკეთო. თქვენ ხო იცით მე გუფთები გაყინული მაქვს ყოველთვის. მაცივარში. თვითონ გუფთები განახებთ, მიცოდე წინაზე ხო განახებთ. ვაკეთებული მაქვს და მე მყინავ ხოლმე და ესე პერიოდულად ვაკეთებ. როცა მე სოსო მეტყვის. ხო და წავიდა ახლა სოსო. რამდენიმე წუთის წინ. და ჩვენ უნდა მივხედოთ ჯერ პირველ რიგში ლილეს საუზმეს. და მერე სახლს. მერე სახლს. ეს არის ნივიას დამატენიანი ბეი. ხო და ძალიან მაგარია, ძალიან კარგია. უბრალოდ ცოტა ხელი ტექსტურა რო ქონდეს, უფრო მაგარი იქნებოდა. რო ყიდულობდი მითხესო სქელი აქო. მაგარი ითი იქნებოდა, ანუ წასასმელად რა. თორე ძალიან მაგარია რა, ძალიან უხდება პირადად ჩემგანს. გავაკეთოთ გუფთის სუპი. დღეს ეს ლილესთვის საუზმე და ჩემთვის ყავა ჯერ არა. ჯერ უნდა მივხედო სახლს, ცოტა ხელი მივკრა მომკრა. დილით წყალი უეჭველი. ხო? დილით წყალი ბავშვებო უეჭველი. 500 მილილიტრი მაინც დილით. არ დაგეზაროთ. თუ წყლის დალევა არ გიყვართ ზოგადად, გაიხალისეთ თვითონ წყალი. ჩაყარეთ შიგნით პიტნა, ლიმონი, ფორთოხალი, რა ვიცი. წაიხალისეთ ყინულით ჩაყარეთ თუ გინდათ ცოტა რომ შეგრილდეს რა. ან სიუჭიქაში ჩაასხეთ. ზოგადად უმჯობესია რომ თბილი წყალი დალიოთ ოთახის ტემპერატურის, მაგრამ სულ უწყლობას ჯობია რომ რაღაცით წაიხალისოთ და წყალი დილით აუცილებლად დალიოთ. ეხლა რა მინდა მე? ლილეს ოთახი გავასწოროთ, წამოდით ჯერ.
დილაობით მოკლედ ეს მაგიდა არის სულ არეული ხოლმე საღამოობით ძილის წინ ესეთი გენერალური რაღაცა სუფთავება ძალიან მეზარება ხოლმე ერთი სული მოკროდის დავიძინებ. ესე მოვაწესრიგეთ ოთახები, გადმოვედით სამზარეულოში მაგიდასთან. ზედმეტ ნივთებს როგორც ყოველთვის ვიღებ, ყოველ დღე ერთი და იგივე. დაზეპირებული ლექსივით, ყოველ დღე ერთი და იგივე. დალაგება და სუფთავება. ხანდახან ისე ირევა ხოლმე სახლი, გეგონება 20 კაცი ვცხოვრობთ ერთად. მაგრამ რას იზავ დარწმუნებული ვარ, ასე არის თქვენთანაც. დამიწერეთ კომენტარებში ყოველ დღე ჩემსავით რამდენი აკეთებთ ერთი და იგივე საქმეს. ერთი და იგივეს, არაფერი რო არ იცვლება. რას ვიზავთ? ესე იმ ბოთლში მაქვს გაზავებული ჟელე და პარაშუტიანი წყალი და მოვაფრქვევ ხოლმე წყალს და მერე წმინდა ვერჯერადი სალფეტკით. გადმოვედით ისევ მილიონჯერ ჭურჭლის გასარეცხად. დავასუფთავებთ ახლა ამასაც. ჟელი აღარა მაქვს. ჟელეს ბოთლში წყალი მაქვს ახლა გაზავებული, რაც იყო დარჩენილი შეგნით ჟელე და სოსოს უნდა დავავალო, სხვათა შორის ძალიან იაფიანი ჟელეა. $1 და რაღაც ცენტები ღირს და ძალიან დიდხანს მეყო. შემიძლია ვთქვა, რომ ლამის 2 თვე მეყო ეს ბოთლი. ეს ჟელე ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგათაც რეცხავს, კარგათაც გაფდება, ძალიან ეკონომიურია ფასითაც და თვითონ მოხმარების დროსაც ძალიან ეკონომიურია. არ ვყიდულობ, მქონდა აქამდე ჭურჭლის საშრობი ბავშვებო, ესეც მინდა გაგიზიაროთ, შეიძლება ვინმეს კითხვა გაგიჩნდეთ, არ ვიცი და მქონდა ჭურჭლის საშრობი, ყოველთვის მქონდა პლასმასის რკინის, სადაც თავსდება ჭიქები ცალკე, ცალკე, მაგრამ ერთი ის, რომ როცა ვრეცხავდი ჭურჭელს, იქ ვათავსებდი და მერე ცოტა გვიან ვალაგებდი თავის ადგილას. და არ არის ეს კარგი რა, რო გარეცხავ, მაქსიმალურად მალე უნდა შეალაგო უკან ეს ჭურჭელი და იმ საშრობზე მრჩებოდა ხოლმე. ერთი ეგ არის მიზეზი და მეორე ის, რომ იმდენად პატარა სამზარეულო მაქვს თვითონ ეს დაფა სამზარეულოს ხო მაგიდა. პატარა მაქვს და იმასაც რო ვდებდი ამ ჭურჭლის საშრობს კიდე უფრო პატარა ადგილი მრჩებოდა. გადავედით ლილეს საუზმის მომზადებაზე. ყველაზე გემრიელი კიტრი აქ ჩემთვის არის ხორკლიანი კიტრი, რომელ კიტრსაც აქვს ხორკლები. ლილეს ზოგადად კიტრი უყვარს ყველანაირად. ყველანაირ მდგომარეობაში ძალიან უყვარს. ხო და გადავწყვიტე, რომ საუზმე ყოფილიყო ლილესთვის დღეს სალათად. ხო და თავისი სალათის ფოთლებით, პომიდრით, ცოტა ყველით. ჩერი პომიდრები ძალიან უყვარს ლილესაც, მეც და სუსუსაც. და ყველით და მარილით რა თქმა უნდა და ომლეტი ძალიან უყვარს ლილეს. სალათის ფოთლებზე ცოტა რა გითხრათ, თვალთ მოყოფილი არ არის ხოლმე, მაგრამ მოუწევს რა, ზოგჯერ უწევს ხოლმე რომ მიირთვას რაღაცეების ხათრით, მაგალითად შოკოლადიანი კრუასანის ხათრით, ნაყინის, რაღაცა ტკბილის ხათრით. იმიტომ რომ სალათიდან ძირითადად ცალკე უყვარს კიტრი, ცალკე უყვარს პომიდორი, მაგრამ ეს ერთად აწყობილი სალათის მოყვარული არ არის ხოლმე და ნუ რა, სხვა გზა არ აქვს ხოლმე მიირთმევს, როცა რაღაცეები ჭირდება, კრთამები, თავაზობ ხოლმე კრთამებს და მერე მიირთმევს ხოლმე და ეს ფეტა, მარილიანი ფეტა, ცოტა მარის მოვაყრით კიდევ და ოდნავ და всё. საკმაოდ ჯანსაღი გემრიელი საუზმე გამოვიდა ლილეს. საუზმეზე უყვარს კიდევ ყიყლიყოები, მარტო ომლეტი. ვერმიშელიც ძალიან უყვარს მოხალული მაწვნით. წიწიბურად ძალიან უყვარს ესეც მაწვნით ძალიან. თუ გამიზიარებთ თქვენ შვილების საუზმის მენიუს, ძალიან კმაყოფილი დაგჭებით, იმიტომ რომ ხშირად იდეები მელევა ხოლმე. ტოსტი ყველით, ასე ტოსტი, ისე ტოსტი, ესეც ვიცი. იდეებს თუ დამიკომენტარებთ, მადლობელი დაგრჩებით. მალე ხო არ გინდა ყვარს თან? არა? აია ხო? დაჯექი ყოხტათ რამაზად? დაჯექი. My father got to be told to the mother. შემდეგ დადგა ჩვენი დილის ყავის დროც, თავისი გემრიელობებით.
ცივ ყავას ვსვავ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, როცა ცხელა, თუ გრილი დილა, მაშინ რძიან ყავას ვსვავ ხოლმე. ეხლა ამას ესე დავამატე წყალი და ავთქვიფავ. ძალიან მეზარება ხოლმე დიდხანს თქვეფა, მაგრამ თქვენ გირჩევთ, რომ მაქსიმალურად დიდხანს ავთქვიფოთ, უფრო გემრიელი გამოდის. კრემისებურად როცა ხდება, უფრო კარგია რა, კონსისტენცია და გემოც უფრო კარგი აქვს, ამიტომ არ დაგეზაროთ თქვეფა. როცა ნაყინი არა მაქვს და როცა მაქვს, მაშინაც ხშირ შემთხვევაში მაინც ვუშვები ხოლმე რძეს ნაყინის მაგირვად, მაგრამ ზოგჯერ ნაყინითაც ვაკეთებ. ბევრ ყინულს შიგნით, როგორც გითხარით, ვამატებ რძეს, ვასხამ ჩვეულებრივ წყალს, ჩვეულებრივი ცივი ყავა რა, არაფერი განსაკუთრებული. თქვენ თუ თქვენი საფირმო გემრიელი ცივი ყავის რეცეპტი გაქვთ, შეგიძლიათ ესეც გამიზიაროთ. მადლობელი დაგრჩებით. მეც მაქვს 1-2, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ესე კლასიკურ ცივ ყავას ვაკეთებ და თუ თქვენ რაიმე გემრიელი, უფრო კარგი რეცეპტი გაქვთ ცივი ყავის, გთხოვთ რომ დამიწეროთ კომენტარებში. სხვასაც გამოადგება, ვინც ნახავს ამ კომენტარებს და მეც გამომადგება. ასე რომ გელით და რამდენად მოყვარული ხართ ცივი ყავის კიდევ. ამასაც სიამოვნებით მოვისმენ. შემდეგ ესთებში გავამზადე ჩემი კენკროვანებისთვის. ძალიან მიყვარს დილით კენკროვანი, მალინა მოცვი, მარწყვი. ჩემთვის ეს არის დილით საუზმე. ხშირ შემთხვევაში ეს არის. თუ არა მაქვს ეს, მაშინ ან ტოსტს ვიკეთებ ავოკადოთი ან რაიმე მსგავს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესე მიყვარს რა. ეს არის ჩემი best breakfast-ი. ესე ვთქვათ. ამას დავამატებ ახლა მარწყვს. მე და ლილეს ძალიან გვიყვარს მარწყვი, მაგრამ ლილეს არ უყვარს მოცვი და მალინა. მხოლოდ მარწყვი უყვარს, არა უშავს, ესეც რომ უყვარს კარგია. შემდეგ სანამ ლაივში გავიდოდი, მე ყოველ დღე გავდივარ ლაივში, ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ ზარიზღილაკი, რომ შეტყობინება მოგივიდეთ, ვინც გიყვართ, ვისაც გიყვართ ლაივების ყურება, მათ გასაგონად ვამბობ მხოლოდ, თორე არიან ადამიანები, ვისაც ვლოგების ყურება უყვართ ლაივების ნაკლებად, ასე რომ მაინც ორივე შემთხვევას განვიხილავ და გეუბნებით. სანამ ლაივში გავიდოდი, დავიწყე გუფთის გაკეთება, წვნიანის, როგორც გითხარით, უნდა გამეკეთებინა და ძალიან მალე. და ესე მალე მართლა ესე მალე კეთდებოდეს ახლა ეს რომ აკაჩქარებული. გავამზადე ეს წვნიანი მოვათავსე. იქეთ გუფთებს ვბრაწავ ხოლმე წინასწარ ყოველთვის. ყოველთვის გვერდებს ვუბრაწავ და მერე ვყრი სუპში. ესე ვიღებ ხოლმე, ამას ცალკე ჯამში და ეხლა ამავე გუფთის დაბრაწულ ტაფაზე ვამატებ იმას ვერმიშელს. ვერმიშელსაც ყოველთვის გაოქროს ფერებამდე ხალავ და წვნიანში ყოველთვის ესე ვუშვები. არ მიყვარს პირდაპირ ჩაყრილი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ცომდებასავით და მირჩევნია ხოლმე რომ ჯერ მოვხალო და მერე ჩავყარო დარწმუნებული ვარ თქვენც ასე აკეთებთ ან როგორ აკეთებთ დამიწერეთ თქვენ გუფთის სუპს. მე ვუშვები ხოლმე ყოველთვის მარტო სტაფილოს, ხავხს, კარტოფილს, ვერმიშელს, სუნელს, სუპისას, თვითონ გუფთას რა თქმა უნდა. და ერთი სუფრისკოვს ტომატს. ტომატს ოღონდ პასტა ტომატი არ მიყვარს წვნიანებში, ყოველთვის საწებელი, გატარებული ტომატი რა, პომიდორი, ესეც ვუშვები ხოლმე ყოველთვის. და всё, ოდნავ კამა და ქინძი, რომელიც ყოველთვის მაქვს მაცივარში, ორივე კამაც და ქინძიც კონტეინერებით მაქვს მაცივარში გაყინული და წვნიანებში გამოვიღებ ხოლმე და არაფრის დაჭრა არ გიწევს რა. მე მწვანილის დაჭრა აღარ მიწევს ხოლმე და გამზადებული მაქვს. წინასწარ ესე ვთუშავ ხავხს, სტაფილოს, დავამატე ახლა ეს მობრაწული გუფთები, ამასაც 2 წამი ესე, ცოტა ხანს ძალიან მოვთუშავ. შემდეგ, როგორც გითხარით, 1 კოზი საწებელი რა ტომატი რა. ჩავაყრი კარტოფილს, მოვუღებთ და დავამატებ წყალს. ბოლო კადრიდან ბავშვებო რამოდენიმე საათი გავიდა რაც საჭმელი გავაკეთე. იმის მერე ლაივიც მქონდა ჩართული. და მეძინა კიდევაც წამალი დავლია ანემიის და ცოტა გამხადა. და ლაივის მერე
დავიცინე მაშინვე რომელი იქნებოდა 4 5-5-ისკენ რა 5-ისკენ ჩამეძინა და 9:30-ისკენ გამეღვიძა 3 საათნახევარი მეძინა ეხლა უკეთესად ვარ ცოტა და ეხლა დავრეცხოთ ის ჭურჭელი რაც საჭმის კეთების დროს გავსვარეთ როგორ ვიდა ეხლა ვიღაცა მოვიდეს და ეს დარეწყოს მარა ნო მე უნდა მივხედოთ ერთად ისევ ჩემს გახმოვანებას მოусმინეთ სამწუხაროდ მიკროფონი დამიჯდა ახლა შეიძლება ჩემი ვენტილატორის ხმა ისმის და გარშემო ხმები ისმის ბოდიშს გიხდით თქვენ დაითვალეთ რამდენიმეჯერ დავრეცხე ამ ბლოგში ჭურჭელი მე თუ არ დაგეზარებათ უკან გადაახვიეთ და დაითვალეთ მე ჯერ არ დამითვლია მონტაჟს რომ ორჩები დამითვლია ალბათ რატომ გროვდება ამდენი ჭურჭელი რატომ გროვდება ამდენი ჭურჭელი საჭმის გაკეთების დროს აი ამდენი ჭურჭელი დავსვარე და პლუს ჭამა მე დალიდեմ რომ მივირთვით მექნებოდა თუ არა ჭურჭლის სარეცხი მანქანა ისმის ეთერში შეკითხვა რა თქმა უნდა მექნებოდა მაგრამ გამოვიყენებდი ხოლმე როგორ შემთხვევებში ხო ხა გეტყვით ის ჭურჭლის სარეცხი მანქანა უნდება ხო რამდენი ხანი ხა მე ამდენი ჭურჭლის დარიცხვას მოვანდომე მაქსიმუმ ალბათ 7-10 წუთი მე ესე მგონია ამ დროის შეგრძნება მაქვს ცოტა პრობლემები მაქვს დროის შეგრძნებაში გამოვიყენებდი ჭურჭლის სარეცხის მანქანას სტუმარ მასპინძლობის დროს ანუ როცა დაბადების დროს უფრო მაგ სახში მეგობრები მოვიდნენ აი მასიური სუფრებისთვის იმიტომ რომ დაღლილი რო ხარ და იქ ყველა სტუმარს პატივი ეცი ყურადღება მთელი დღე და ბოლოს მაგითაც რო ალაგებ ხო ძალიან ბევრჯერ დამზარებია გარიცხვა რა დაღლილობისგან აი მაგ შემთხვევებში საახალწლო სუფრა რაღაცა გამოვიყენებდი სიამოვნებით ავალაგებდი მაგიდას პირდაპირ შევალაგებდი მანქანაში წავიდოდი მე დავისვენებდი ის გარეცხავდა მაგრამ ასე ყოველდღიურად მართლა ვერ ხვდები იმას ჭურჭლის სარეცხის მუღამი რა ასე მირჩევნია რომ მე თვითონ ამოვრეცხო უფრო მალე იქნება მაგრამ ძალიან ბევრი მომენტი მექნებოდა ისეთი როცა ჭურჭლის სარეცხის მანქანა გამომადგებოდა თქვენ როდის იყენებთ ჭურჭლის სარეცხის მანქანას და თუ გაქვთ და რამდენად კმაყოფილი ხართ ეხა ამერიკაში ჭურჭლის სარეცხის მანქანა არ მექნება მაგრამ საქართველოში როცა დადგება ის დღე როცა სახლს შევიძენ აუცილებლად მექნება ჭურჭლის სარეცხის მანქანა და სარეცხის საშრობიც ცუდა მინდებში სარეცხის საშრობს გამოვიყენებ სიამოვნებით მაგრამ დალოცვით ჩვენ საქართველოში შეგვიძლია რომ სარეცხი გავფინოთ თოქზე და ზეზე გამშრალ სარეცხს რაჯობია ასე რომ მარტო იმ შემთხვევაში გამოვიყენებდი საშრობს როცა იქნებოდა ცუდი ამინდი წვიმა ზამთარი თოვლი და ასე შემდეგ თორე სხვა შემთხვევაში რა თქმა უნდა ჯობია რომ გავაშროთ მზეზე როგორ მომენატრა მზეზე გამშრალი სარეცხი როგორი კარგია რამდენად კარგია საქართველო რამდენად კარგი და რამდენი კარგი რამ რა თქმა უნდა რომ შევადაროთ აქ ცხოვრება იქ ცხოვრება არის პლუსები მინუსები რა თქმა უნდა ყველგან არის კარგი და ცუდი მაგრამ ბევრი ბაჯბაჯა ვარ ბურთი ვარ გორაო ფაქეთიკეთ ლილეს მარწყვი მოუნდა და მეც მომინდა და მე ბოლოს ეს მარწყვი გავრეცხე მოკლედ ბევრი მინუსიც აქვს ბევრი პლუსიც აქვს ეს ყოველთვის ყველაფერს შეადარებ ერთმანეთს რა მაგრამ ჩემი საქართველო მაინც სულ სხვა სიტყვაა ლილეს გავუყოთ ლილე მოდი და აჰა ესე ხან დავუსვენოთ ჭამე და უნდა მოწესით და დავწვეთ ცოტა მომჟაოა მე მომწონს ესეთი მჟავე
ხედავთ რამდენი ჭურჭელი მიგროვდება დღის მანძილზე. სულ 2 ადამიანი ვართ სახლში, მაგრამ მაინც